გამარჯობა. სგგ-ს ყოველთვის გამოხატული სიმპტომები ახასიათებს. სამწუხაროდ მართალი არ არის. ძალიან სამწუხაროდ, არათუ ყოველთვის არ აქვს გამოხატული სიმპტომები. ხშირ შემთხვევაში საერთოდ შეიძლება სიმპტომატიკა არ იყოს. ქრონიკულად მიმდინარე იყოს, ასე ვთქვათ, ეს ინფექცია. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხო სექსი და სკრინინგები, გამოკვლევა, სხვადასხვა სახის გამოკვლევა, როგორც ქალებისთვის, ისე კაცებისთვის, რომ არ გაგვეპაროს რაღაც და არ გავრცელდეს სქესობრივად გადამდები ინფექციური სნეულები. სგგ-ს შეგვიძლია თავად უყურნო. არავითარ შემთხვევაში, არა. თვითმკურნალობა არ შეიძლება არც სქესობრივად გადამდები დაავადებების და არც ერთი პათოლოგიის გარდა იმისა, რაც ესეთი ცნობილი არის, ვთქვათ, ვირუსული გრიპები და სეზონური ინფექციები შეიძლება მარტივად, იმიტომ რომ მაგის რაღაცა სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. თუმცა, როდესაც საუბარია სქესობრივი გზით გადამდებულ დაავადებებზე, მკურნალობა კომპლექსურია, მოიცავს შეიძლება იყოს ანტივირუსული პრეპარატები, ანტიბიოტიკები, სპეციფიკური ტესტები, ამ წამლებს სჭირდება სწორი დოზირება, შერჩევა, რომ სწორად შეირჩეს ხანგრძლივობა, სწორად, შემდეგ განმეორებითი ტესტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, მაგისთვის არსებობს დერმატოვენეროლოგი და არ ტეხავს მისვლა, ამიტომაც თვითმკურნალობას არ მიმართოთ არავითარ შემთხვევაში. პრეზერვატივი ყველანაირი სგგ-სგან დაგიცავს. სამწუხაროდ არ არის ეგრე, თუმცა პრეზერვატივი ჯერჯერობით ერთადერთი საშუალებაა, რომელიც სქესობრივად გადამდები დაავადებებისგანაც იცავს და პლუს იცავს არასასურველი ორსულობისგან. თუმცა არსებობს სხვადასხვა დაავადებები, თქვათ, პარაზიტული დაავადებები, ვირუსული დაავადებები, რომელიც კანზე შეხებით, ლორწოვანი შეხებით შეიძლება გადადიოდეს. ამიტომაც, თქვათ, 100%-იანი ეფექტური არ არის პრეზერვატივი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა გამოვიყენოთ, უნდა გამოვიყენოთ და პლუს ამას უნდა გარკვეული პერიოდულობით გავაკეთოთ ჩეკაპები, გამოვიკლოთ საკუთარი ჯანმრთელობა და ეს იქნება მაქსიმალური უსაფრთხოება უსაფრთხო სექსისთვის. კონტრაცეპტივი სგგ-სგან გიცავს? არავითარ შემთხვევაში ერთადერთი კონტრაცეპტივი, როგორც ახსენეს, პრეზერვატივი გვიცავს სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან. თუმცა დანარჩენი კაცის იქნება ეს თუ ქალის, თქვათ, აბები, ეგრეთ წოდებული სპირალი, ქირურგიული მეთოდებით მიღწეული კონტრაცეფცია, ესენი სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან არ გვიცავენ, ისინი გვიცავენ მხოლოდ და მხოლოდ არასასურველი ორსულობისგან. სგგ-სგან განკურნება შეუძლებელია, ესეთი ტრაგიკული მითია მართალია? არა. თითქმის ყველა სქესობრივად გადამდები დაავადება განკურნებადია, უბრალოდ ამას სჭირდება დროული დიაგნოსტიკა და სპეციალისტთან ვიზიტი. თუმცა ის, რომ ყველა განკურნებადია, არ ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხოება არ დავიცვათ. აუცილებლად უნდა დავიცვათ, იმიტომ რომ არსებობს ისეთი დაავადებები, რომელიც განკურნებადი არ არის. ამიტომაც, თავარია რომ არ შეგვეშინდეს, თავარია დავიცვათ თავი, გავაკეთოთ ჩეკაპები, გამოვიკლოთ ჩვენი ჯანმრთელობა და თუ კი რაღაცა შეგვეპარება, მიმართოთ ექიმს და აბსოლუტურ უმრავ შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება.